სალამი მეგობრებო, მოგვიყვანეს 2017 წლის Toyota Prius-ი. ავტომობილზე არ მუშაობდა ადაპტირებული კრუიზ კონტროლი და ანთებდა შეჯახების მაჩვენებლები. ავტომობილი დაზიანებული იყო წინა მხარეს, აწყობის შემდეგ კი დაიტოვა ეს შეცდომა. შევაერთეთ დიაგნოსტიკაზე და კონკრეტულად ვნახოთ რის გამო აქვს ეს ჩეკები ანთებული. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, ავტომობილზე გასასწორებელია წინა რადარის, ეგრეთ წოდებული დისტრონიკის გრადუსული ზომები. როგორც ხედავთ, ამ შეცდომას განოლება არ შველის, შეცდომა იშლება, თუმცა გამოდის ისევ მომენტალურად, ამიტომ დავიწყოთ გასწორების პროცესი. იმისათვის, რომ შევძლოთ რადარის ზუსტი კალიბრაცია, საჭიროა ვიცოდეთ ქარხნული პარამეტრები, რომელი პარამეტრების მოძიებაც შეგვიძლია კონკრეტული ავტომობილის მანუალში და მას ასე შევუდგეთ გასწორების პროცედურას. გასწორების დროს პირველ რიგში უნდა ავიღოთ ავტომობილის ცენტრი. ემბლემის მეშვეობით უნდა დავუშვათ შვეული, რათა ავიღოთ ორი წერტილი ავტომობილის წინა და უკანა მხარეს, შემდეგ კი შევაერთოთ ეს ორი წერტილი ერთმანეთთან. რის შემდეგაც მივიღებთ ავტომობილის ზუსტ ცენტრს. თითქმის უკვე მოვჭით ავტომობილის მომზადებას რადარის კალიბრაციისთვის, გავამზადეთ უკვე რეფლექტორიც, ყველაფერი დგას თავის ადგილზე, ეხლა კი ვცადოთ გასწორება. ეხლა პირველ რიგში ჯერ გავუშვით ტესტზე, რომ გავიგოთ რადარი სწორად დგას თუ არა და კითხულობს თუ არა ზოგადად რეფლექტორს. და როგორც ხედავთ, სამწუხაროდ დაგვიწერა შეცდომა. შეცდომის კოდი კი არის 13, რაც ნიშნავს იმას, რომ რადარის ავტომატური კორექცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რადარი დაჯდეს ზუსტ პარამეტრებში, ამიტომ საჭიროა, რომ რადარი გავასწოროთ ხელით და მხოლოდ ამის შემდეგ ვცადოთ კალიბრაცია. აქ უკვე რადარი გავასწორეთ ხელით და ვცდილობთ ხელთავიდან დაკალიბრებას. და როგორც ხედავთ, რადარის კალიბრაცია დასრულდა წარმატებით. ეხლა კი ხელთავიდან გადავამოწმოთ რა გრადუსში დაჯდა ჩვენი რადარი. და როგორც ხედავთ, რადარის გრადუსები დაჯდა იდეალურად. მადლობა ყურადღებისთვის. ამ და სხვა მსგავს ელექტრულ პრობლემებთან დაკავშირებით მოგმართეთ ჩვენ და ჩვენ მოგიგვარებთ ნებისმიერი სირთულის ელექტრულ პრობლემას.